de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 232 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშავ შულდაძესთან. დავიწყებ ორი ამბით, რომელიც რამდენიმე საათის დაშორებით განიუსდა. ორივე ნიუსი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს JD Vance ეხება. ერთ ნიუსში მთავარი როლი აქვს, მეორე ნიუსში ეპიზოდური. პირველი ნიუსი. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი JD Vance მომდევნო კვირაში სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვევა. აი აქ მთავარი როლი აქვს. მეორე ნიუსი. ყაველაშვილი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დავესწარი. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გავმართეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-თან და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან. აქ როგორც ხედავთ, ეპიზოდური როლი აქვს. მათ შორის მასაც შეხვდა ყაველაშვილიანო. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა, ეს ისევ ყაველაშვილია. თურმე ვენს უთქვას, რომ იქით და კვირაში სომხეთსა და აზერბაიჯანში მივდივარო. საქართველოშიც ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ რადგან ბარე მაქახა. რადგან ბარე მაგხარ და აქცენტებს ვაკეთებთ საერთო ღირებულებებზეო. აღარ ჩამოვალო მაშინ. და შენ ღმერთო, აქ რო ხარო და თან საერთო ღირებულებები მქონიაო, ესე უთქვამს. ქართული დიპლომატიის ამ უდიდესი გამარჯვების შემდეგ შეიძლება ტრამპა აღარც დარეკოს. რაღაცე უნდა დარეკოს. მე მაგალითად აღარ დავრეკავდი. დიდი ამბებია საერთაშორისო პოლიტიკაში. რუსეთ-უკრაინის ომი, იქით ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობები, ირანი ომის ზღვარზე და ასე შემდეგ. თუმცა მაინც მოვახერხეთ ერმა და რამდენიმე დღეა კვერცხზე გვალაპარაკებენ. კვერცხი გაიაფთა. დაახლოებით 3 თეთრით გაიაფთა 1 კვერცხი. უпростоრად ცოტა ხნის წინ ჯერ 3 თეთრით გაძვირდა. შემდეგ გაიაფთა. ანუ იგივე ღირს, რაც 2 თვის წინ, მაგრამ გაიაფთა. რაღაცას თუ გააძვირებ, მერე გააიაფებ, ანუ გააიაფე, ხო? ეგრე ლაგდება. ბოლოზმნა მნიშვნელოვანი. თუ გურამი ბანკს გაიტანს, მერე სახში წავა და გზად მოწყალების მქონელ ბებოს ხურდას შაუყრის. ესე იგი გურამი მოხუცებს ეხმარება, ხო? კაი, მოდი დავსვათ შეკითხვა. გაძვირების მერე რატომ გაიაფთა კვერცხი? აი რატო გაიაფთა? ქათამი გაიაფთა? არა. ქათმის საჭმელი გაიაფთა? არა. ქათმებმა მუშაობას მოუმატეს? აბა, იკითხავს მოუთმენელი მაყურებელი და მართალიც იქნება. რატომ გაიაფთა და პრემიერმა თხოვა? კვერცხის მწარმოებელი კომპანიების განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება, ანუ გაიაფებაზე, მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება. მე ვერ ხვდები, რა გვიშლის ხელს გავაიაფოთ აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ გავაძვიროთ ყველაფერი, შემდეგ გავაიაფოთ. კვერცხის პრეცედენტმა თუ იმუშავა, სხვა პროდუქტებზე რა პრობლემაა? ბიზნესი ფასის დაკლებაზე წაახალისა შალვა პაპუაშვილბაც. დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი ჭარბი მოგების ცდუნებას არ აყვება. დარწმუნებული იყო პაპუაშვილი. ძალიან მიყვარს ზოგადად რომ საუბრობენ. მოგების მარჯახო სუფთა მათემატიკაა. რას ნიშნავს ჭარბი მოგება?
რამდენია 8-ჯერ 7? ჭარბი? თქვით პირდაპირ ეს ბიზნესი ამდენ პროცენტიან მარჟაზე მუშაობს, ეს ამდენზე და მე გადავწყვიტოთ რომელია ჭარბი, რომელია ქრისტიანული მარჟა. ამასობაში კობახიძის დაანონსებული დებატები აგუგუნდა. რუსთავიორზე დებატები დაიწყო. პირველივე გადაცემაში მთელი პოლიტიკური ელიტა შეიყარა. ქართული ოცნება შალვა პაპუაშვილი ფაქტიურად ყველა მხარეს ბრძოლა უწევდა შალვას, რადგან მისი ოპონენტები იყვნენ გირჩი, ნეიტრალური საქართველო და ხალხის ძალა. დებატები თავიდანვე დაძაბულად მიმდინარეობდა, იყო ჭიქების სროლა, წყლის შესხმა, წივილი, კივი. ბოლოს იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ ეთერი, რადგან ხალხის ძალენმა სოზავსობა ფიზიკურად გაიწია. ძალიან გარისკა დებატების წამყვანოს თელმა პროდაქშენმაც. ძალიან. შალვას გვერდზე ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენელი ეჯდა. ანუ იმას ნეიტრალური საქართველო უნდა, შალვა კი ევროინტეგრაციას და ნატოს აწვება. მან რომ რამე მომხდარიყო. ვინ იყო პასუხისმგებელი? საერთოდ არანაირი ბარიერი არ ქონდა. აი, შალვას და სოზარ სუბარს შორის დიდი მაგიდა იყო, უსაფრთხო მანძილზე იყო. მაგრამ აქ მაგრად გადავრჩით. ქოცების აზრით შალვა პაპუაშვილმა გაიმარჯვა დებატებში, ამიტომ რუსთავიორის ეს ვიდეო თამამად დადეს YouTube არხზე ქართული ოცნება. ვიდეოს ქვეშ ერთ-ერთი კომენტარი ასეთია: შალვა კრასავჩიკ, სოროკაძი. ანუ 41 კი წერია, მაგრამ კომენტარის ავტორმა ხო რუსულად იგულისხმა სოროკაძი. რაც შეეხება YouTube ჩენელს ქართული ოცნება, ქოცები YouTube-ზე 2014 წელს გამოჩნდნენ. 12 წლის ჩენელს, რომელიც ქვეყანას მართავს 14 წელია, YouTube-ზე 7700 გამომწერი ყავს. იცით რამდენი ვიდეო უდებთ? 2073. ქოცებო, YouTube-ის მოხოდვა თუ გინდათ, კოლაბორაციები გააკეთეთ. ასევე კარგად მე ჭამის კონტენტს, ასევე გირჩევთ გააკეთოთ VS ვიდეოები. ერთი ქოცი $10,000 გუდაურში, მეორე ქოცი $100 და როგორ იგულავთ. ამ გახსენებაზე გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე. სულ რაღაც 2000 გამომწერი გვაკლია და ქართულ ოცნებაზე 40000-ით მეტი გვეყოლება. უნივერსიტეტების გაერთიანებების თემა მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდა და აქტუალური იყო. კვერცხის შემდეგ, რა თქმა უნდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება ივანიშვილს მიმართავს იშუამდგომლოს განათლების რეფორმის კომისიასთან. განცხადების დასაწყისი და ბოლოს საიკითხავთ მარტო. დასაწყისი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. და დასასრული. პატივისცემით თქვენი მხარდამჭერები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება. გულში გაკოცეთ. ნუ კარგი. ბოლო ორი სიტყვა მე დავამატე. ოკეი. ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ამბავი. ახლა ბურთი თესეუს მოედანზეა. ნახოთ როგორ მიმართავენ ბიძინას. მე გირჩევთ ასე დაასრულოთ წერილი. პატივისცემით თქვენი გაცილებით უფრო მხურვალე მხარდამჭერები. გაცილებით უფრო მხურვალე მხარდამჭერები ვიდრე ტექნიკური უნივერსიტეტის თქვენი მხურვალე მხარდამჭერები. თქვენ თავად მეცნიერო ეს. მიმდინარე კვირაში ახალი ვარსკვლავი დაიბადა ქოცებში. დაიმახსოვრეთ მისი სახელი და გვარი. ირაკლი კირცხალია. ეს ბევრს მიაღწევს. კირცხალიამ შვედეთს დასთხო. ჩვენ როგორც პროსკანდინავიური გადაცემა ამას ასე მარტივად ვერ გავატარებთ. კირცხალია ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ანუ ჩვენ ქოცები შეშფოთებულები არიან. ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. როგორ გრძელდება, იცით, ესე. გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში. და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. შფოთავდა კირცხალია. თავიდან ვიფიქრეთ, რომ რომელიმე ქვეყანაში ხო არ შეეშალათ ხო? ხო შეეშალათ ხო ირაკლი შვედეთი, მაგრამ არა მაქსიმუმ შვედეთი შვეიცარიაში შეგეშალოს და მაინც არ გამოდის.
დავაკვირდეთ ირაკლის. მომავალში ნორვეგიას თუ დაცხო, ესე იგი პირდაპირ ჩვენ გადაცემას უტევს. როგორც პროსკანდინავიურ გადაცემას. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე, ჯერ კოკა-კოლა მოვსვათ. როცა ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ტარიფების ომი დაიწყო, საფონდო ბირჟებზე დიდი ვარდნა იყო, ამის ჩამოიქცა ყველაფერი. მაშინ ერთ-ერთ გადაცემაში გირჩიეთ, რომ კოკა-კოლას აქციები გეყიდათ, იმიტომ რომ არ არის მნიშვნელოვანი სამყარო სივრცეში იქნება თუ გენიოსების, კოკა-კოლა მაინც გემრიელი იქნება თქო. ვინც მაშინ დამიჯერეთ და კოკა-კოლას აქციები იყიდეთ, გილოცავთ თქვენ უკვე 25%-იან მოგებაში ხართ. ახლა ადექით გაყიდეთ ეგ აქციები, მოგება გადაიკეცეთ ჯიბეში და მოგების 10-15%-იანი წილი ფორმულას ანგარიშზე გადმოიცემ. ამით ორ კარგ საქმეს გააკეთებთ, რომ ერთი რომ დაეხმარებით დამოუკიდებელ მედიას და მეორე დამოუკიდებელი მედია თუ გადარჩება, კიდე მოგცემთ სასარგებლო რჩევებს და კიდე გააკეთებთ მაყუთს. რაც შეეხება მთავარ თემას, დღევანდელი ეპიზოდის ჩასაანალიზებელი თემა იქნება ცენზურა. დიქტატურის გამტკიცების გზაზე მორიგი დიდი ნაბიჯი გადაიდგა, შეიძლება ითქვას ისტორიულიც კი. ბათუმის დრამატულმა თეატრმა გეგა გაგნიძის სპექტაკლი გააუქმა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თეატრი წერს. საპრემიერო ჩვენებიდან 2 დღით ადრე თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას. ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზირებას. პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს. შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი, რომლის შინაარსიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება. ვისაც საბჭოთა კავშირში არ გიცხოვრიათ, თქვენ გეკითხებით. რა გეგონა ჩელიაბინსკში გაღვიძება? ანუ რა? ამინდი გაუარესდებოდა? არა მეგო, აი ეს არის ჩელიაბინსკი. ადამიანების აგენტებად გამოცხადება, სამოქალაქო სექტორის განადგურება, პროტესტის გამო ხალხის დაპატიმრება, მათ შორის ტროტუარზე დგომისთვის, ხელოვნების დაცენზურება, ეს არის რუსეთი. ამ ყველაფერს დავარქვით პირობითად ჩელიაბინსკი, თორე გაიღვიძებთ ფანჯიდან გადაიხედავ და არყის ბოთლით ხელში 3 თვის წინ გაყინულ მკვდარ მეზობელს აღმოაჩენთ თქო. ეგ არ გიგულისხმება. საბჭოთა კავშირში როცა ხელოვნებას აცენზურებდნენ, მიზეზად არასდროს ასახელებდნენ პოლიტიკას. იმდენი ჭკუა ჰქონდათ, რომ სიმართლე არ ეთქვათ. იმიტომ რომ პოლიტიკის გამო ხელოვნების დაცენზურება სირცხვილია, ეხავს. ამიტომ ამბობდნენ, რომ ესა და ეს წიგნი, ამ ფილმი, ამ სპექტაკლი აიკრძალა იმიტომ, რომ რყვნის ახალგაზრდობას, რეალობას ამახინჯებს, დამპალი კაპიტალისტების პროპაგანდას ატარებს და ასე შემდეგ. ალალად არასოდეს გეტყოდნენ პოლიტიკის გამო გაცენზურებთო. ამ ნაწილში მადლობა ბათუმის თეატრს. მადლობა, რომ მიზეზის გამოგონებაში დრო არ დახარჯეს და ალალად გვითხრეს, რომ პოლიტიკის გამო მოხსენითო სპექტაკლი. უნდა ვაღიაროთ, რომ ქოცებმა ძალიან წარმატებით შეძლეს თვითონ პოლიტიკის ზოგადად პოლიტიკის გაშავება. პოლიტიკა ბინძურია, ნუ გავაპოლიტიკურებთ, პოლიტიკა და ყველაფერი გავიმიჯნოთ. პოლიტიკოსები არ გინდათ შვილებო. ფუ პოლიტიკა. სწორედ ამის შედეგია ბათუმის თეატრი ამაყადრომ აცხადებს თეატრში პოლიტიკის ადგილი არ არისო. პოლიტიკის ადგილი არის ყველგან, იმიტომ რომ პოლიტიკა არის ყველგან. წარმოიდგინეთ რა იქნებოდა ილია ჭავჭავაძის შემოქმედება პოლიტიკის გარეშე. რა იქნება? ჭამის კონტენტი იქნება. პოლიტიკის გარეშე ბიძია თომას ქოხი იქნებოდა ოჯახური მელოდრამა. პოლიტიკის გარეშე ორუელის 1984 იქნებოდა წიგნი კაცზე, რომელსაც ცუდი სამსახური აქვს. წარმოიდგინეთ ჩარლი ჩაპლინის შემოქმედება პოლიტიკის გარეშე. რავი, კავენი იქნება ჩვეულებული. დავცალოთ პოლიტიკისგან ორუელის ცხოველების ფერმა და მივიღებთ ზოოტოპიას. თავისუფლად ძალიან კაია ზოოტოპიაც, რავი, ბეზაროელში. ისე მართლა მაინტერესებს, ქოცებს გეკითხებით. თქვენი აზრით, ვეფხისტყაოსანი აპოლიტიკურია?
როგორ ვიგო. კაი. ამაზე უნდა მიპასუხოთ, რომ მაგიტომაც არ ევასებაო რობერტ სტურუას. ანუ რავი, პასუხის მოგიფიქრეთ, მეტი რა ვქ. რობერტ სტურუაზე გამახსენდა. წინა ხელისუფლების დროს რობერტ სტურუა სპექტაკლზე რო დგამდა, რომელშიც სააკაშვილს დასცინოდა. უნდა აეკრძალა მიშას. როგორც იდიოტი შუაშისტები იტყვიან ხოლმე, ნაცებს აჯობეთ. ცენზურა ისეთი მაცდური რამეა, დემოკრატიულ სახელმწიფოებსაც წაუწდებათ ხოლმე. 1934 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს ეგრეთ წოდებული ჰეისის კოდექსი. დოკუმენტის დამტკიცებისთანავე აიკრძალა ყველანაირი სიშიშვლის ჩვენება კინოში. კოდექსში დეტალურად გაიწერა ყველაფერი, მაგალითად ამ კოდექსის თანახმად სასიყვარულო სცენაში ქალი ფეხზე უნდა იდგეს და არ შეიძლება რომ იწვეს. აქედან მოდის ტერმინი ჰაერში კაი, ეს მე მოვიგონე, მაგრამ დარწმუნებული ვარ რეგულაციებისგან თავის არიდების მიზნით ბევრ ფილმში გადაიღებდნენ სცენას, სადაც ადამიანები დაწოლის გარეშეც ახერხებენ რაღაცებს. რავი. ჰეისის კოდექსი დარეგულირდა კოცნის სცენებიც. კოცნა არ უნდა ყოფილიყო ზედმეტად ხანგრძლივი ან ვნებიანი. ამის გამო გაჩნდა კლასიკური სცენები. გმირები კოცნიან, მერე იწყებენ საუბარს, ისევ კოცნიან, ისევ საუბრობენ. გაიგეთ? და ძველი ამერიკული ფილმების ნახვისას ალბათ ყველა გაბრაზებულათო, ბიჭო, რა უნდა ამდენ ლაპარაკი და თურმე ჰეისის კოდექსის თემაა, გაიგე? თორე შენ გონია იმ ტიპს არ უნდა სწრაფად მოაყოლმაროს ყველა. ხანგრძლივი კოცნას შორის ხანგრძლივობაჭი გაიგე? მოკლეები ჭირდება. ჰეისის კოდექსს ჰქონდა ერთი დიდი პრობლემა. დაავიწყდა ჩაეწერათ, რომ ამერიკაში შემოსული ევროპული ფილმებიც უნდა დაცენზურებულიყო. ამერიკელმა მაყურებელმა დაინახა, რომ ევროპული კინო ძალიან სწრაფად ვითარდება იდეოლოგიური შეზღუდვების გარეშე და იგივე მოითხოვა ჰოლივუდისგან. აი ეს პლუსი აქვს დემოკრატიას. დემოკრატიებიც აკეთებენ სიგიჟეებს, თუმცა იმის უნარიც აქვთ, რომ შეცდომა დაინახონ, აიარონ, გამოასწორონ. დაუბრუნდეთ საქართველოს. ბათუმის თეატრის ამბავი ძალიან საეში პრეცედენტია. ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ აქ ბელარუსი არ გამოვა, საქართველოში დიქტატურა ვერ იმუშავებს, საქართველოში უკვე გაიზარდა თავისუფალი თაობა. იტალიაში და საბერძნეთში გამოსულა ბიჭო დიქტატურა. ჩვენ უფრო დიდი ტრადიციები გვაქვს დემოკრატიაში, ვიდრე საბერძნეთს. აბა ჩვენთან რატო არ გამოვა? როცა პუტინმა რუსული კულტურა დააცენზურა, დაახლოებით 2014 წლიდან დაიწყო აქტიურად. რუსი ლიბერალები იძახდნენ, რომ ქვეყნის იზოლაციას კრემლი ვეღარ მოახერხებდა, რადგან ხალხმა ცხოვრება უკვე ნახა. რუსებმა იმოგზაურეს, ესე ამბობენ. გეცნობათ? ჩვენც იგივე არგუმენტებით ხო ვიმშვიდებთ თავს? ძალიან ლამაზად გამოვა დიქტატურა საქართველოშიც და გამოსულია უკვე, ვერანაირი ნამოგზაურები ხალხი ვერ უშველის. კობახიძე არაა ნამოგზაურები. პაპუაშვილი არ სწავლობდა გერმანიაში. სულ დასავლეთში დასავლი NGO-ებში გამოზრდილი ხალხით დაგვიმყარა დიქტატურა ბიძინა. აი, ახლა რა ვქნათ? ახლა ხელოვანმა ადამიანებმა უნდა დავიწყოთ უკომპრომისო ბრძოლა შემოქმედებითი თავისუფლებისთვის. ყველამ ჩვენ სფეროში უნდა ვიბრძოლოთ. ლექტორებმა და სტუდენტებმა უნივერსიტეტების თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლოთ. მსახიობებმა და რეჟისორებმა ცენზურის წინააღმდეგ. ბიზნესმენებმა ბიზნესის თავისუფლებისთვის და ასე შემდეგ. და მერე სადღაც შევაერთოთ ძალები და ერთიანი ძალით დავამარცხოთ რუსეთი. სხვისი პრობლემების გულთან ახლოს მიტანა, რადგან გაგვიჭირდა სავით. ყველამ ჩვენ სფეროში ვიბრძოლოთ მაშინ, რავი, ასეც ვცადოთ. სულ ეს იყო რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა, მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულა.